სიონის საკათედრო ტაძრის მშენებლობა მე-6 საუკუნეში ქართლის ერისმთავრის გურამ კურაპალატის დროს დაიწყო და მე-7 საუკუნის 20-იან წლებში ადარნასეს ერისმთავრობისას დასრულდა. ტაძარი საქართველოს მტრებს ბევრჯერ დაურბევიათ, ამიტომ იგი რამდენიმე სამშენებლო ფენისგან შედგება. 1226 წელს ხვარეზმის შაჰმა ჯალალედინმა თბილისი აიღო. მისი ბრძანებით სიონის გუმბათს თავი მოხადეს და იქ მისი ტახტი დადგეს. ამ ტახტზე მჭდარი ადევნებდა იგი თვალს იმ ქართველებს, რომელთაც არ შეურაცხყვეს სიონის ტაძრიდან გამოტანილი და მეტეხის ხიდზე დასვენებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. იმ დღეს 100,000-ზე მეტი ქართველი ეწამა ქრისტესათვის. მე-14 საუკუნის ბოლოს თემურლებმა დაარბიეს სიონის ტაძრის შენობა, რომელიც მე-15 საუკუნეში განაახლეს. 1522 წელს შაჰ ისლამმა სიონის ღვთისმშობლის ძვირფასი თვლებით შემკული ხატი გაძარცვა და შემდეგ მტკვარს მისცა. კახეთის მეფემ ლეონ მეორემ ხატი იპოვა, შეამკო და კვლავ სიონში დააბრძანა. შემდეგ იყო შაჰ თამაზისა და შაჰ აბასის შემოსევები. 1724 წელს კახეთის მაჰმადიანმა მეფემ ალი ყული ხანმა გაიტაცა სიონის ღვთისმშობლის ხატი. შემდეგ სიონი ლეკებმა გაძარცვეს. 1726 წელს თურქეთის სულთანმა თბილისის მმართველს ისახ ფაშა ახალციხის რაიონის მეჩეთად გადაკეთება უბრძანა. თბილისის მიტროპოლიტ დომენტი ორბელიანისა და სასულიერო პირთა თხოვნით თავადმა გივი ამილახვარმა თავისი გავლენა გამოიყენა და დიდძალი ღვენის ფასად ფაშისაგან ტაძრის ხელუხლებლობის პირობა მიიღო. თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ინახება ჯვარი ვაზისა, რომელიც ქართველთა განმანათლებელს წმინდა ნინოს იერუსალიმში ღვთისმშობელმა გადასცა.